გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელია უკვე იმ დონეზეა, რომ მის შესახებ მეტოქე გუნდის ბანაკშიც აქტიურად საუბრობენ. მან ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე პლეი-ოფის მატჩი გაიტანა. ლივერპულს ისტორიული გოლი შეუგდო და ოქროს ბურთის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. დღევანდელ ვიდეოში მე თქვენთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე. ჩვენ კი ვცადოთ, რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ამ თვეში ჩვენი მიზანია, რომ 99,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნაა დამითმო 2 წამი და გამოიწერო არხი. ახლა კი გადავიდეთ ვიდეოზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარის სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ როგორც კვარაცხელია, ისე მამარდაშვილი. ქართველებიდან მთავარი ფიგურა ამ მატჩში სწორედ კვარა იყო. მან PSG-ს მეორე გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი თამაშების კაცია. ასევე ეს გოლი მხოლოდ ლამაზი არ ყოფილა, ეს ისტორიულიც გამოდგა. კერძოდ ხვიჩა გახდა PSG-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ 4 მატჩი შეძლო გატანა. ამას ემატება კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფაქტი. ის ზედიზედ მესამე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა. ასეთი გავლენის შემდეგ კი სრულიად ლოგიკურია, რომ ის ტურნირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგიც გამოქვეყნდა და ამ სიაში კვარაცხელიაც დაწინაურდა. გამოცემა გიუმი სპორტმა ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე მე-11 ადგილზე დაასახელა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად ძლიერ სეზონს ატარებს. ეს ციფრი კი შემთხვევითი არ არის, რადგან კვარაცხელია უკვე აღარ არის მხოლოდ კარგი გარემარბი, ის უკვე იმ ფეხბურთელთა ჯგუფშია, რომლებიც ყველაზე დიდ ინდივიდუალურ ჯილდოზეც განიხილებიან. მართალია სეზონის გადამწყვეტი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ გამოსვლებს რეიტინგზე პირდაპირი გავლენა აქვს. UEFA-მაც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მეოთხედფინალების პირველი მატჩების გამორჩეული ეპიზოდები დაასახელა და საუკეთესოთა შორის ხვიჩას გოლიც მოხვდა. ოფიციალურ აღწერაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ მიიღო ბურთი, როგორ გაუმკლავდა გრავენბერგს, როგორ გასცდა მამარდაშვილს და მშვიდად დაასრულა შეტევა. ასეთი ფორმის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ კვარაცხელიაზე საქებარი კომენტარები არ წყდება. დარი ლინკერმა თქვა, რომ ხვიჩა იმ დონის ფეხბურთელია, რომელზეც ბევრად მეტი უნდა ილაპარაკონ. მისი შეფასებით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს. მაიკ რიჩარდსმაც აღნიშნა, რომ ხვიჩას დონე ჯერ კიდევ ნაპოლიდან ჩანდა და ვინც მას მაშინ აკვირდებოდა, კარგად ხედავდა თუ როგორი კლასის ფეხბურთელთან ჰქონდა საქმე. მისი თქმით, კვარა სკუდეტოს სეზონში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ამ ფონზე საინტერესოა ფაბიო კაპელოს შეფასებაც, რომელმაც თქვა, რომ ნაპოლიში კვარაცხელია დაცვის სამუშაოში ისეთ დატვირთვას არ იღებდა, როგორც ახლა. ეს მოსაზრება ბევრისთვის სადაბოა, რადგან ხვიჩა იქაც გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო და იმ დავალებებს ასრულებდა, რასაც მწვრთნელი სთხოვდა. განსხვავება უფრო იმაში ჩანს, რომ PSG-ში ლუის ენრიკე მისგან სხვა ტიპის ტაქტიკურ ინტენსივობას ითხოვს და კვარაცხელიაც ამ მოთხოვნებს მაღალ დონეზე პასუხობს. ასევე ხვიჩას შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა PSG-ს მცველმა ვილიამ პაჩომ. მისი თქმით, კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ვარჯიშიც კი წარმოუდგენლად რთულია, რადგან მისი სრულმოძრაობები მცველს მარტივად აბნევს. პაჩო ხას უსვამს, რომ კვარაცხელია გუნდს მხოლოდ შეტევაში არ ეხმარება, ის დაცვით ფაზაშიც დიდ სამუშაოს ასრულებს და ეს ყველაფერი მოდის იმ თავდადებიდან, რაც მას გუნდის მიმართ აქვს. ასევე ამას ემატება მეტოქის ბანაკიდან გაკეთებული შეფასებაც. კერძოდ ლივერპულის ფეხბურთელმა ჯერემი ფრიმპონგმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ეს მისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იყო. მისი თქმით, იცოდა, რომ კვარაცხელიას მოტყუება შეეძლო, მაგრამ მოედანზე ნანახმა მოლოდინსაც გადააჭარბა. მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი სირბილი მოუწია და თამაშის შემდეგ ფეხები ძლიერად წკიოდა. თავად კვარაცხელიამაც ლივერპულთან საფასუხო შეხვედრის წინ ძალიან ფრთხილი და სწორი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ კარგად იცის, რამდენად რთულია ინფილდზე თამაში და რა მძიმე ატმოსფერო ხვდება იქ სტუმარ გუნდებს. თუმცა მისივე თქმით, PSG-მ გუნდურად უნდა ითამაშოს და მოედანზე საკუთარი მაქსიმუმი დადოს. ასევე მედიისა და პლატფორმების რეაქციაც ბევრს ამბობს მის ამჟამინდელ სტატუსზე. პარიზიენმა დაწერა: ღმერთმა დალოცოს კვარაცხელია. გოალმა იკითხა: არსებობს ხვიჩაზე უკეთესი დრიბლიორი? ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ხაზი გაუსვა: კაცი დიდი ღამეებისთვის. დაზნმა კი აღნიშნა, რომ ის სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ყველაზე მეტად საჭიროა. ამასთან ლივერპულის მწვრთნელის კომენტარის ბევრს ნიშნავს. მისი თქმით, კვარაცხელიამ ისეთი გოლის გატანა შეძლო, რომ ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა. ეს კი უკვე ის დონეა, როცა მეტოქის ბანაკშიც გაუწებას იწვევ. ანუ სურათი ასეთია. კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში უკვე მე-11 ადგილზეა. თანაგუნდელები მიშრომასა და დონეზე საუბრობენ. მეტოქეები აღიარებენ, რომ მის წინააღმდეგ თამაში ურთულესია და თავადაც სრულ კონცენტრაციაშია, რადგან მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის. ბოლოს კი დავძენ იმას,
იმასაც, რომ განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება. ხოლო თუ შენ ამ შეხვედრის ანგარიშის გამოცნობა შეძლებ, შენი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. ახლა კი გადავიდეთ გიორგი მამარდაშვილზე, რომლის გარშემოც PSG-სთან მატჩის შემდეგ საინტერესო შეფასებები აწყდება. მართალია ლივერპული პარიზში 2-0 დამარცხდა, თუმცა მისი თამაში სხვადასხვანაირად შეფასდა. ერთ რამეზე კი თითქმის ყველა თანხმდება. ქართველ მეკარეს ძალიან დატვირთული საღამო ჰქონდა და არაერთ ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა. ასევე ლივერპულის თავკაცმა პირდაპირ თქვა, რომ ამ დონის შეხვედრაში მამარდაშვილს ნოიერის მსგავსი თამაში დასჭირდა. მისი აზრით, გიორგის მოგერიებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რომ არა გიორგის სეივები გუნდი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ასევე უფრო განსხვავებული შეხედულება ჰქონდა სტივენ ჯერარდს. ლივერპულის ლეგენდის აზრით, ერთ-ერთ ეპიზოდში მამარდაშვილი მეტოქის წინააღმდეგ ზედმეტად წინ გამოვიდა და შეეძლო კართან ოდნა უფრო უკან ყოფილიყო. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ბურთის მოგერიების მეტი შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა. ანუ ჟერარდი მთლიან თამაშს კი არ აკრიტიკებს, არამედ კონკრეტულ დეტალს გამოყოფს, სადაც გიორგის პოზიციურ თამაშში აკეთებს აქცენტს. მამარდაშვილი შეხვედრას ესპანური მარკაც გამოიხმაურა და საკმაოდ დადებითად შეაფასა. გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს მეკარეების კვირა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მარცხს ვერ გადაურჩა, გიორგი თავის საქმეს ღირსეულად გაუმკლავდა. მათ განსაკუთრებით გამოარჩიეს მისი 4 მოგერიება, სადაც 2 მართლაც მაღალი კლასის სეივი იყო. მარკა ხას უსვამს, რომ ქართველმა მეკარემ ჯერ ხვიჩას დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი დეზირე დუესთან პირისპირ ეპიზოდში გადამწყვეტი ჩარევა ჰქონდა. მოგვიანებით კი მან აშრაფ ჰაკიმის დარტყმაც მოიგერია. ასევე ამავე ანალიზში წერენ, რომ გოლების ეპიზოდში გიორგის პასუხისმგებლობა სრულად ვერ დაეკისრება. პირველ შემთხვევაში რიკოშეტმა ითამაშა როლი, მეორე გოლში კი კვარაცხელია მომენტი ძალიან მაღალი კლასით დაასრულა. თავად მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ მოკლედ, მაგრამ ძალიან მშვიდად შეაფასა სიტუაცია. მან თქვა, რომ რამდენიმე სეივი ჰქონდა, თუმცა გუნდმა მაინც 2 გოლი გაუშვა და დაამატა, რომ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, რადგან წინ ენფილდზე საპასუხო შეხვედრა ელით. მისი ეს კომენტარი ზუსტად აჩვენებს მის დამოკიდებულებას. არც ზედმეტი ემოცია, არც თავის მართლება, მხოლოდ ფოკუსი შემდეგ შეხვედრაზე. რაც შეეხება გიორგის მომავალს, ამ მიმართულებითაც საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ სასიხარულო ცნობები ვრცელდება. ბოლო პერიოდში ალისონ ბეკერს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ იტალიურ გრანდებს, იუვენტუსა და ინტერს. იტალიური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უფრო რეალურ კანდიდატად იუვენტუსი განიხილება. ხოლო თუ მსგავსი სცენარი მართლაც განვითარდა და ალისონმა ლივერპული დატოვა, ეს მამარდაშვილისთვის იდეალური შესაძლებლობა იქნება. ანუ მთლიანობაში სურათი ასეთია. PSG-სთან მატჩში მამარდაშვილი დამარცხებული გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მის თამაში ძლიერ მხარეებთან ერთად მცირე სადაბო დეტალის გამოჩნდა, თუმცა საერთო შეფასება მაინც დადებითისკენ იხრება. ახლა კი უკვე მთავარი კითხვა მომავალს ეხება. დარჩება თუ არა ალისონი ლივერპულში და გადაიქცევა თუ არა უახლოესი თვეები იმ პერიოდად, რომელიც გიორგის კარიერას ახალ ეტაპზე აიყვანს. ლევანდოვსკისა და ბარსას ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ბარსადან წავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლონელმა თავდამსხმელმა საკუთარი თავი პირდაპირ მილანს შესთავაზა. ეს უკვე ჩვეულებრივი ჭორი აღარ არის, რადგან საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთელის მხარი ახალ კლუბზე მუშაობას აქტიურად იწყებს. სტატიაში წერენ, რომ დორტმუნდში, ბაიერნსა და ბარსაში თამაშის შემდეგ ლევანდოვსკის კარიერის გაგრძელება ისევ დიდ ევროპულ კლუბში სურს. ხოლო მისი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური და ოპტიმალური ვარიანტი სწორედ მილანია, კლუბი, რომელსაც ისტორია, სახელი და დიდი სცენა ჯერ კიდევ აქვს. ამავე ცნობით, პოლონელის აგენტი უკვე მუშაობს იმაზე, რომ ეს ტრანსფერი რეალურად გადაიქცეს. საინტერესოა ისიც, რომ ლევანდოვსკით მხოლოდ მილანი არ ინტერესდება, მის მიმართ ყურადღებას იუვენტუსიც იჩენს. ახლა კი ისმის კითხვა, რატომ გახდა იტალია ასეთი რეალური ვარიანტი? მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლევანდოვსკის ბარსასთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო მილანისთვის ეს მიმზიდველი სცენარია, რადგან გამოცდილი და მაღალი დონის ცენტრფორვარდის დამატებას დიდი სატრანსფერო თანხის გარეშე შეძლებს. რაც შეეხება თავად ლევანდოვსკის მდგომარეობას ბარსაში, უკვე აშკარაა, რომ ჰანსი ფლიკის გუნდში ის აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც სასტარტოში ადგილი ავტომატურად გარანტირებული აქვს. ანუ მთლიანობაში სურათი ასეთია. ლევანდოვსკი სურს ევროპულ ტოპ დონეზე დარჩენა. მილანი მისთვის რეალურ ვარიანტად განიხილება და ასევე იუვენტუსიც ინტერესდება. ხოლო სეზონის ბოლოს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსი ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის გითხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.